მოგესალმებით ფეხბურთის გულშემატკივრებო, ეს არის არქი ფეხბურთის მასწავლებელი და მე ვარ ცაკა და დაგვიდით მოკლედ ამ ვიდეოს კაიხნის წინ ცოტა შემაგვიანდა, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს და დღეს გაგაცნობ ჩემს არასაუკეთესოს, არამედ ყველაზე უარეს პრემიერ ლიგის 11-ელს. კაიხანია ეს ვიდეო მქონდა თავში და მოდი სანამ თვითონ ვიდეოზე გადავალ, იქამდე ჯერ მე გაგაცნობთ კრიტერიუმს, რითაც შევარჩიე ეს 11 ფეხბურთელი. ესე იგი, არ მინდოდა ისეთ ხალხი შემერჩია, ვინც რაღაცა მომენტში კარგი იყო და პრემიერ ლიგაში ვერ ითამაშა რა. რაღაცა ნორმალურ დონეზე, ვინც ნორმალურად ითამაშა, ისეთ ფეხბურთელები არ მინდოდა რომ ამერჩიე. ან თუნდაც ისეთები, ვინც უბრალოდ ძალიან კარგი იყვნენ რაღაც ჩემპიონატში, მაგრამ პრემიერ ლიგაში ვერ ითამაშეს. ანუ აქ არ იქნება შევჩენკო, არ იქნება ვერონი და ეგეთი ხალხი. თუნდაც აი რიკი ვან ვულსვინკელი მაგალითად, რომელიც სიტყვაზე იქ ჰოლანდიაში და პორტუგალიაში გადასარევად თამაშობდა, მაგრამ პრემიერ ლიგაში ვერ ითამაშა. და იმის გავსი კატეგორიის ფეხბურთელები არ შევიყვანე. შევეცადე ისეთ ხალხს შემეყვანა, ვინც ვერც პრემიერ ლიგაში ითამაშა და დიდად ვერცად სხვაგან. ანუ რა დონეზეც არ უნდა ყოფილიყვნენ, კარგები არ ყოფილან. აი ესეთი ხალხი მინდოდა გამომერჩია და აი ეს ცოტა უფრო ძნელი გამოდგა, ვიდრე წარმომედგინა. და კონკრეტულად ვინ შევიყვანე და როგორ გამოიყურება ეს ჩვენ 11-ეული, ეხლა ვნახავთ, ოღონდ ერთი კაცი უნდა გამოვაკლო ჯერ, ამაზე აუცილებლად უნდა თქვა. და ეს კაცი არის ალი დია. ვინც არის ალი დიას ისტორია? ალი დია იყო უბრალოდ ვიღაცა როჟა, პროსტა რანდომ ტიპი, რომელმაც არ მახსოვს თვითონ ალი დიამ დაურეკა თუ ძმაკაც დაარეკინა თუ რაღაცა ეგეთი. ესე იგი, დაურეკეს მოკლედ გრეამ სუნეს, ლივერპულის ყოფილ კაპიტან გრეამ სუნეს, რომელიც იმ მომენტში იყო საუთჰემპტონის მწვრთნელი და საუთჰემპტონში იყო სერიოზული კრიზისი ტრამვების, მოკლედ ძალიან ბევრი ფეხბურთელი აკვდათ და დაურეკეს გრეამ სუნეს და ამ ტელეფონზე მოსაუბრემ გააცნო ალი დიას სუნეს როგორც ჯორჯ ვეას ბიზაშვილი თუ მამიდაშვილი თუ დეიდაშვილი, cousin მოკლედ რა, რომელიღაცა ერთ-ერთი აქედან. ხო და სუნესმა მოკლედ ჩათვალო რომ სხვა გზა არ ქონდა და მოვიდესო ნახავო ერთიო, მივიდა ალი დია საუთჰემპტონში, რაღაცნაირად მაინც ისე მოხდა რომ მოხდა მატჩის განაცხადში კი არ მოხდა, საერთოდ შეცვლაზე შევიდა და შეცვალა მათ ლეტისია, ყველაზე საუკეთესო ფეხბურთელი საუთჰემპტონის ისტორიაში. ლეტისიას შეცვლა მოუწია და თვითონ ლეტისიას რო დავესესხოთ, ისე იყო როგორც ბემბი ყინულზეო რა, მოკლედ ეგრევე ყველა მიხვდა რომ ეს კაცი პროფესიონალი ფეხბურთელი არ იყო და ამის ადგილი ნახდად არ იყო პრემიერ ლიგის მინდორზე და ეგრევე უკრეს თავის სხვაგან. და აი ამ კაცს არ შევივარ მაინდა-მაინც. მეცადე ისეთი ხალხი ამერჩია, რომელსაც ცოტა უფრო მეტი თამაში აქვს ჩატარებული და ცოტა უფრო მეტი დრო ვუყურეთ, და ნამდვილად დავადგინეთ, რომ ვერ იყვნენ კარგი და ყველა ამ ფეხბურთელმა რაღაც ეტაპზე შეიძლება გვაფიქრებინა, რომ რამე ჩვენც ვითამაშებდით პრემიერ ლიგაში. ეს თუ თამაშობს, მეც ვითამაშებდი ძმაო რა. ეგეთი აზრი გამჩენია 11-ვე ამ ფეხბურთელთან დაკავშირებით და აი ხა სწორედ ამ ხალხს გავიცნობთ. დავიდეთ უკვე აი უშუალოდ ჩვენ 11-ელზე და რახა პრემიერ ლიგაზე ვსაუბრობთ, უნდა რა თქმა უნდა ავირჩიოთ 4-4-2 ფორმაცია, რომელიც ესეთი იკონური იყო სწორედ აი ბარკლის პრემიერ ლიგის დროს განსაკუთრებით და იქამდეც. ესე იგი, პირველ რიგში მინდა ვახსენო ის ადამიანი, რომელიც ყველაზე ახლოს იყო ამ 11-ელში მოხვედრასთან, მაგრამ ვერ მოახვედრე და ეს ადამიანი არის ლორის კარიუსი. ჩვენ ძვირფას ლორის კარიუსი, ყველასთვის ცხადი არის გამო უნდა მოხვედრილიყო ეს კაცი ამ 11-ელში, მაგრამ რახან მას ჯერ კარიერა არ დაუმთავრებია და რახან ჯერ კიდევ აქვს დრო და საშუალება, რომ ცოტა სახელი გამოისწოროს და ცოტა უფრო უკეთესად დაგვამახსოვროს თავი, ვიდრე აქამდე დაგვამახსოვრა, ამიტომაც თავი შევიკავე კარიუსის შეყვანისგან ამ 11-ელში, მაგრამ ერთი 5 წლის მერე როცა ამას კარიერა დაამთავრებული ექნება, მაშინ რო შევადგინო ეს გუნდი შეიძლება ჩავსვა. გააჩნია ეხლა ამ ბოლო წლებში როგორ დაგვამახსოვრებს თავს. მაგრამ
ვინც ჩავსვი, ეს ფეხბურთელი უნდა გახსოვდეთ პრემიერ ლიგის გულშემატკივრებს ძირითადად. მისი მრავალი შეცდომების გამო ეს არის აურელიო გომესი. ზუსტად არ მახსოვს ამ კაცის სახელი როგორ გამოითქმის, მაგრამ თამაშობდა ტოტენჰემში, თამაშობდა უოტფორდში და მე ძირითადად ეს კაცი მახსოვს შეცდომების გამო და იმ ძალიან კომიკური მომენტის გამო, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე რეალის წინააღმდეგ ჰქონდა, თუ სწორად მახსოვს რონალდომ დაარტყა შორიდან და თავში მოარტყა ბურთი. გათიშა. ძალიან სასაცილო მომენტი იყო, არასდროს მინახავს ბეკარეს მსგავსი რაღაცა მოსვლოდეს. მაგრამ ნუ პრემიერ ლიგაშიც და მის გარეთაც პრინციპში არაერთი შეცდომა ქონია, მაინც და მაინც საიმედო მეკარე არ ყოფილა და ამიტომ ეს ჩავსვი. ასევე ახლოს იყო 11 წელში მოხვედრასთან არტურ ბორუცი. შემდეგი პოზიცია ცენტრალური მცველი ტიტუს ბრამლი. ეს კაცი თამაშობდა სანდერლენდში, თამაშობდა ვიგანში, ნიუკასლში და რა ვიცი, აი ამაზე ცუდი ურთიერთობა ბურთთან, არ ვიცი ვინმეს ოდესმე თუ ქონია, რაღაცა ხუმრობთ ხოლმე მამადუ სახოზე, რომ ბურთთან ძალიან შორს არის, მაგრამ ეს კაცი კიდევ უფრო შორს იყო. მართლა არ ვაზვიადებ, სახოზე უარესად ეპყრობოდა ბურთს. ერთადერთი პლუსი რაც ჰქონდა, იყო ჯანზე. მეტი არაფერი. პოზიციურად არ ვარგოდა, ბურთით არ ვარგოდა და სხვა ასპექტებშიც ვდიდად თავს ვერ გამოირჩეოდა. ჯანზე იყო იცოცხლე. ეს ერთი პირველი ცენტრალური მცველი, მეორე ცენტრალური მცველი, მარცხენა ცენტრალური მცველი არის იოჰან ჟურუ. ამ კაცის სახელის გაგონებაზე ალბათ არსენალის ცოტა უფრო ძველ გულშემატკივრებს სტანში ჟუანტელმა დაუარა. ეხა არსენალის დაცვა არის სასახელო და სამაგალითო, მაგრამ იყო დრო, როცა ჭყალებში ამაგრებდა ამ დაცვას იოჰან ჟურუ და ძალიან ბევრ პრობლემას უქმნიდა ძირითადად საკუთარ გუნდს. რაც შეეხება ჩვენს მარჯვენა მცველს, აქ არის ტალბენჰაიმი. ეს კაცი იყო ავრამ გრანტის მაკაცი მე მგონი და დაათრევდა ეს ავრამ გრანტი ბენჰაიმს ყველგან. ყავდა ჩელსიში, ყავდა პორტსმუთში, თუ სწორად მახსოვს, ყავდა ვესტჰემშიც და ესე ადვილად მცველი ტყუდებოდეს მე არ მახსოვს მართლა. ისეთი შთაბეჭდილება მექმნებოდა, რომ მეც რომ ყოფილიყავი ამ კაცის წინააღმდეგ, მეც შემეძლო მისი მოტყუება. არ ნამდვილად არ მახსოვს რომელიმე შემთხვევაში მყარად დამდგარიყო ეს დაცვაში და ამიტომაც ამ 11 წელში მისი ადგილი გამოინახა. მარცხენა ფლანგზე გვეყოლება ჯიმი ტრაორე, რომელმაც ერთადერთი მართლა გამორჩეული და კარგი თამაში ჩაატარა ლივერპულის შემადგენლობაში და ეს იყო საბედნიეროდ მაინც და მაინც ჩემპიონთა ლიგის ფინალი. და იქ კარის ხაზიდან ბურთი გამოიტანა და ცენტრალურ მცველად როცა შემოწიეს მართლა კარგად გამოიჩინა თავი, მაგრამ განსაკუთრებით მარცხენა მცველად იყო ცუდი ხოლმე. ზოგადად როცა თამაშობდა მარცხენა მცველად განსაკუთრებით ცუდი იყო და არა მარტო ლივერპულში, არამედ ჩალტონში და იმის გარეთაც. გადავიდეთ ნახევარდაცვაზე და პირველ ნახევარდაცველი არის ამისთვის ალბათ ბევრ კრიტიკას მივიღებ, მაგრამ მე ნახევარდაცვაში დავაყენე ხიზანა. პრემიერ ლიგაში უთამაშია მას ბლეკბერნის შემადგენლობაში. ხიზანა მცველი იყო ძირითადად, მაგრამ ნაკრებშიც უთამაშია ნახევარდაცვაში, საკლუბო ფეხბურთშიც უთამაშია ნახევარდაცვაში და მე ვაყენებ ხიზანას ნახევარდაცვაში, იმიტომ რომ ანუ ნაკრებში ასაც თამაშობდა და ძალიან ბევრი შეცდომა ჰქონდა ნაკრებში. როგორც მინიმუმ ჩემი დათვლით 15 ქულა გვაქვს დაკარგული მარტო ხიზანას გამო და ყველას აი ხიზანას სასწაული თამაში არის ერთ-ერთი რაღაცა ესეთი ქართული მიმი და გავრცელებული ვირალური ვიდეო და ეს არ იყო რაღაცა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ესეთი რაღაცები მის კარიერაში ხშირად ხდებოდა და ამიტომაც ჩავსვი ამ 11 წელში ყველაზე ისეთი თამაში რაც შეგიძლიათ თქვენ ნახოთ თლიანი თამაში და თუ სწორად მახსოვს YouTube-ზე ეს არის ჩემპიონშიპიდან პრემიერ ლიგაში ამოსასვლელი პლეიოფის თამაში Swansea Reading. აი ეს თამაში არის და რა სასწაულებიც იქ აკეთა შეგიძლიათ თქვენით ნახოთ. ესე იგი ხიზანას გვერდში ეყოლება ერიკ ჯემბა. ეს იყო ფეხბურთელი, რომელსაც იდეაში უნდა შეეცვალა როიკინი, მაგრამ სად როიკინი და სად ჯემბა. ეხლა
ბევრზე შეიძლება ეგრე ითქვას, მაგრამ ეს განსაკუთრებით ესეთი გამოკვეთილი შემთხვევა იყო ამ ხრივ, იმიტომ რომ მანჩესტერში ვერ გაამართლა, მე ასტონ ვილაში კიდე უარესი იყო და უკან გადადგა ნაბიჯები, სადაც საბოლოო ჯამში იქ არაპროფესიონალ ფეხბურთში აღმოჩნდა. შემდეგი კაცი ჩვენთან არის მარჯვენა ფლანგზე ჯერმეინ პენანტი. ჯერმეინ პენანტს მარგი ქმედების კოეფიციენტი ალბათ ქონდა ყველაზე დაბალი იმ ვინგერებს შორის, ვინც ოდესმე მინახავს, გარდა შეიძლება აი მარცხენა ვინგერისა აი ამ 11-ში. მართლა ვამბობ, რომ განსაკუთრებით დაბალი მარგი ქმედების კოეფიციენტი ქონდა, როდესაც მის თამაშს უყურებდი ლივერპულის შემადგენლობაში, არ მქონდა იმედი, რომ როცა პენალტს ბურთი მიუვიდოდა, რამე საინტერესო შეიძლება მომხდარიყო. და პრინციპში იგივე შთაბეჭდილებას ტოვებდა ჩემთვის პირადად ის ნებისმიერ სხვა გუნდში, სადაც თამაშობდა და თავი დიდად ვერსად ვერ დამამახსოვრა კარგი. და ამიტომაც ამ გუნდში მას ადგილი ეკუთვნის, მით უმეტეს იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ ბევრი თამაში აქვს პრემიერ ლიგაში ჩატარებული და საკმაოდ ცოტა დასამახსოვრებელი გაკეთებული. საპირისპირო ფლანგზე გვეყოლება გაბრიელ უბერტანი. პრინციპში იგივე შეიძლება ითქვას უბერტანზე, რაც პენანტზე. თავის დროზე მანჩესტერში დიდი იმედებით მიიყვანეს, მაგრამ დიდი ვერაფერი. იქამდეც ბორდოში იმის სტატისტიკას რო ჩახედოთ, სიმართლე ვთქვა, გასაკვირი არაფერი არ არის. ბევრად უკეთესი სტატისტიკა გვინახავს სხვა ფეხბურთელებისგან, რომელსაც პრემიერ ლიგაში ვერ გაუმართლებიათ. იგივე აი ფლორიან ტოვანი მახსენდება მაგალითად, ბევრად უკეთესი სტატისტიკა და ბევრად უკეთესი თამაში ქონდა ნაჩვენები საფრანგეთის ჩემპიონატში, მაგრამ სამ პრემიერ ლიგაში გადმოვიდოდა და ვერ ითამაშებდა და ობერტანმაც პრინციპში თავი ცუდად დაამახსოვრა პრემიერ ლიგის, ალბათ განსაკუთრებით ნიუკასლის გულშემატკივარას, იმიტომ რომ ცოტა შაუბნელ ერასთან ასოცირდება ამ გუნდში. გადავიდეთ ჩვენ თავდასხმის ხაზზე, რომელიც არის თავზარდამცემი ამ გუნდის გულშემატკივრებისთვის, თუ ამ გუნდს საერთოდ გულშემატკივარი შეიძლება ყავდეს. ნომერი პირველი ეს არის ვიქტორ ანიჩებე. ვიქტორ ანიჩებე ძალიან უყვარდა დევიდ მოიეს, თამაშობდა ის ევერტონში, თამაშობდა სანდერლენდში და პრემიერ ლიგაში ჩატარებულ დაახლოებით 220 თამაში აქვს 23 გოლი გატანილი. ანუ ეს არის თავდამსხმელი, რომელსაც 10 თამაში ერთხელ გაქონდა გოლი და აი უხეშად ეს არის 4 გოლი სეზონში, ცოტა დაჟე ნაკლები მაგაზე. რა ვიცი, თავდამსხმელისთვის ამაზე უარესი შედეგი რა უნდა იყოს, არ ვიცი. მთელი კარიერა პრემიერ ლიგაში აქვს გატარებული მიუხედავად ამისა და მთელი კარიერა იყო არც ისე კარგი. და მისი მეწყვილე იქნება ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბოროტმოქმედი დავით გოგი. მე ტანში ჟურნალისტებმა დამიარა ამ კაცის გახსენებაზე და ამომინაცდა თვალწინის მომენტები, როდესაც ლივერპულის შემადგენლობაში შეცვლა ხორციელდებოდა გამარჯვების გოლი, ან თამაშის გადამრჩენი გოლი იყო გასატანი და ტაბლოზე ინთებოდა ფერნანდო ტორესის ცხრიანი, რომელიც ტოვებდა მონედანს და მის დასვლად შემოდიოდა 24 ნომრით დავით გოგი და ამაზე ერთ-ერთ წინვალე კლიპში არის ჯერარდის რეაქცია. ის რეაქცია და კიდევ უფრო უარესი მქონდა ხოლმე მე, როდესაც აი ამ რეალობას უყურებდი ჩემი თვალით, იმიტომ რომ განსაკუთრებით მძიმე შემთხვევა იყო დავით გოგი, ვისაც მისი თამაში ნანახი გაქვს და მეთანხმებით. და ერთადერთი რითაც თავი დამამახსოვრა პოზიტიურად გოგმა ეს იყო სწორედ აი ბოლტონის ფორმით თამაშისას მატჩში, სადაც იმ ჰოვარდმა გაიტანა გოლი და გახსნა ანგარიში, გოგმა მოახერხა დუბლის გატანა და ის თამაში ბოლტონმა მოიგო. ერთადერთი პოზიტივი რითაც ამ კაცმა მე თავი დამამახსოვრა იყო ეს. და აი ეს არის მეგობრებო ჩემი ყველაზე უარეს 11-ეული. დიდი ხანი ვაპირებდი ამ
გუნდის გაკეთებას, დიდი ხანი მქონდა ეს იდეა თავში. იყო ბევრი ფეხბურთელი, რომელიც ჩავსვიდა, ამოაგდე გარკვეული მიზეზების გამო. ფილიპ დეგენი მაგალითად მინდოდა ჩამესვა, მაგრამ ძალიან ცოტა აქ დათამაშები პრემიერ ლიგაში. ემანუელ ფრიმპონგი მინდოდა ჩამესვა, რომელსაც ასევე ძალიან ცოტა აქ პრემიერ ლიგაში დათამაშები. ანდერსონი, აი ბრაზილიელი ნახევარმცველი იყო მანჩესტერში, იმის ჩასმა მინდოდა, მაგრამ რაღაცა ისე მოუხდა გულზე, თითქოს ზედმეტად ბევრი მანჩესტერის ფეხბურთელი გამომდიოდა, ამიტომ ამოვიღე და შევეცადე მაქსიმალურად ბალანსი დამეცვა და ყველა ისეთი ფეხბურთელი მომეხვედრებინა იქ, რომელმაც მაფიქრებინა, რომ რამე პრემიერ ლიგაში მეც ვითამაშებდი. სულ ეს იყო დღეისთვის, მადლობა ყურადღებისთვის, ძვირფასო მეგობრებო. ამას შევამშინიე, რომ ჩემმა ბოლო ვიდეომ რაღაცა პატარა გამოხმაურება ყოა YouTube-ზე. ჩემთვის ეს არის ძალიან საკვირველი და ძალიან გასახარი და ვინც უყურეთ და ვინც გამოიწერეთ ჩემი არხი და ვინც კომენტარი დაწერეთ, ყველას მადლობას გადაგიხდით და ეს ვიდეო დაიდება სამშაბათს და დღესვე ვეცდები დავდო ეს კვირა ფეხბურთში, თუ დღეს არ გამომივიდა ეს დაიდება ხვალე, მომიტევეთ მეგობრებო, ცხოვრებაში ისეთი რაღაცები მოხდა, რომელმაც გამოიწვია პატარა ცვლილება ჩემს განრიგში, ამიტომაც ამ ვიდეოებს ცოტათი დააგვიანდებათ, მაგრამ მე მგონი 4 შაბათს რო დავდო ეს კვირა ფეხბურთში უფრო უკეთესი იქნება და შემდეგ კვირაში კიდევ 2 ვიდეოთი დაგიბრუნდებით. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ეს იყო არხი ფეხბურთის მასწავლებელი, მე ვიყავი ცაგა და მოვალ შეხვედრას.